სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ძმანო და განო. მეხუთე კვირა არის ეკლესია გვახსენებს მარიამ ეგვიპტეს. რატო? საოცარი იყო დასაწყისი მოსამზადებელი კვირეების შემდეგ მართვის ეს 4 კვირა როგორ გვამზადებდა ხო ეკლესია ჯერ მეზვერე და ფარისეველი ხო იმიტომ რომ არ იყოს ჩვენი სულიერი ცხოვრება ფარისეული მე იყო უძღების შვილის რომ ჩვენ ვიცოდეთ რომ მხოლოდ ეკლესიაშია ცხოვრება ეკლესიაშია ბედნიერება ეკლესიის წიაღშია ღმერთთან ურთიერთობაშია ბედნიერება მე საშინელ სამჯაროს შესახებ არის იმიტომ რომ ღვთის შიში არის ყველაფერი ჩემო ძვირფასო ორივე სიკეთის დასაწყისი დასაბამი სიბრძნის არის ღვთის შიში და ეს შიში თუ არ ექნა ადამიანს მაშინ ის ყველაფერს გააკეთებს ყველაფერს აბსოლუტურად შემდეგ იყო მართლმადიდებლობის ზეიმი იოანე ის გრიგოლ პალამა ხო ჯვარ თაყვანისცემა კიბის აღწერა და უცებ მარიამ ეგვიპტელი ესე იგი მრუში ქალი რომელიც ბავშვობიდან მრუშობდა 17 წელი მრუშობდა სასწაული დიდი ესე იგი ბავშვობიდან 12-13 წლის იყო რომ დაიწყო და მე რა სიმაღლებს რომ მოიქცა რა სიმაღლებს მიაღწია ეკლესიამ წმინდანის ხსენებას იმიტომ აღნიშნავს რომ ჩვენ დაგვანახოს ჩემო ძვირფასებო რომ ამ ცოდვით ადამიანი ძლიერ არის მიდრეკილი ამ ცოდვაში ძალიან დიდი ბავშვობიდან აი რომ დავაკვირდე ჩვენ თავს ბავშვობიდან და ვიდრე მოხუცებთ თუ კიდე 100 წლის იყავი საშიშია და ყოველთვის ფრთხილად უნდა იყო წარმოიდგინე სული წმინდის ჭურჭელი გასაოცარია და მაგის მაგალითი ზუსტად იმიტომ მოგცა მერთმა რომ ვიცოდეთ ეს დავით წინასწარმეტყველი ჩემო ძვირფასებო დავით წინასწარმეტყველი დავით წინასწარმეტყველი მოხუცებულობაში დაეცა როშო გესმი დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნების ავტორი უწმინდესი წინასწარმეტყველი ხალხმა რომელმაც წინასწარმეტყველი ქრისტეს ჯვარცმა ამდღომა შობა ყველაფერი რაც შემდეგ ღმერთი ელაპარაკებოდა ღმერთი დავით წინასწარმეტყველი და სიბერეში აივანზე რომ სეირნობდა დაინახა ბირსაბიას ტიტველი რომელიც ბანაობდა ულამაზესი ქალი თანით სახით და გაგიჟდა კაცი სული წმინდა გადაეკეთა ყველაფერი იმის მომიყვანეთ ეს ქალი სასტრაფოთო მოაყვანინა იმის ქმარი ვინ არისო გაუშვით ბრძოლი წინა ფრონტზეო და მოკალითო მიატოვეთ გესმით რა ხდება რა არის ადამიანი ა დავითმა როსკნა სხვავი რაღაც ისებს და მე ღმერთმა უთხრა ნათან წინასწარმეტყველს ამხილებ ეგა და ნუ ნათანის პირით გადაცა მაგრამ ნუ ღმერთი ელაპარაკებოდა დავითს რა და ნახეთ რა საუბარია ხალხო მეფედ გაკურთხეო მირონი გცხეო მეფედ გაკურთხეო სასახლე მოგეცი ნუ საულის სასახლეში მე შევიდე საუბრებს მეფის სასახლე მოგეციო და ნახეთ მიაქცე ეთქურადობა მისი ქალებიო და საულს ყავდა ძველ აღთქმაში არ იყო ესე როგორც ეხლა მაშინ ეშმაკი პრობდა ადამიანს და მაშინ ამას ვერ მოთხოვდი და ოღონდ ცოლი კანონიერი უნდა ყოფილიყო შეიძლება ბევრი თუ გქონდა შესაძლოა 70-100 რამდენიც კიდე მაგრამ მაინც კანონიერი სხვისი ცოლის უფლება არ ქონდა რომ ის უკვე მრუშება მეფის ქალები ცოლებიო ნახეთ საწოლში მოგიწვინეო ღმერთი რასაუბარი
საწოლში მოგიწვინო, ესე იგი როგორ დაბდება ღმერთი რომ რა დონეზე ელაპარაკება კაცს და რა საკითხებზე ელაპარაკება. და ეს თუ არ ყოფნიდაო, კიდე დაგიმატებდიო სხვასო, რა გინდოდაო იმასთან. აი რა არის ადამიანში. აი რა არის ადამიანი. ამიტომ აი მარტო ამ ისტორიიდან გამომდინარე, ჩემო ძვირფასებო, არ შეიძლება კაცის განკითხვა, რომელიც სოდვაში, იმაში, ბრუშობაში, ან სიძვაში ჩავარდა. პირველ რიგში ის ღმერთი განკითხავს და ღმერთთან საქმე. ჩვენ განკითხვა ჩვენი არ შეიძლება, იმიტომ რომ მაშინ მოდი დავიცინასთან მეტყველს განვიკითხოთ, ნახე რა დონეზე მივიდოთ, რა დონეზე ვეშვი. აი რა არის ადამიანი, ჩემო ძვირფასებო, ერთი წმინდა ეპისკოპოსი ისეთ სიბერეში სიკვდილის სარეცელზე იწვა, სიკვდილის სარეცელზე იწვა, ჩემო ძვირფასებო, და მივიდა მონასტრის, დაქვემდებარებული მონასტრის მოხუცი იღუმენია და ერთი ლამაზი ახალგაზრდა მონაზონიც მოყვა. და სიკვდილის წინ წმინდა ეპისკოპოსი გაგიჟდა სილამაზით მოიხიბლა და დედაოს უთხრა რომ სიკვდილის წინო დამიტოვო ერთი ორი დღეო და მოვკვდებიო რომ მემსახუროს ეს განო და იმრუშა ძალად. მე ღვთისშეწევნით შეიძლება. აი რა არის ადამიანი გესმით ჩემი ძვირფასებო? რა ახონ დიდი აი მანდ არის საოცარი წმინდანია ახონ დიდი სთხოვე ყველაფერი მანდ არის ზუსტად აი მანდ ახონ დიდი აქ და შემოვხვდით მეორე წელი რომ დაიწყო მრუშული სიძვის ნების მრუშული ნების ბრძოლა ჭაობში ჩაწვა ხელამდე და 6 თვე იწვა რომ კოღოებს ეკბინათ რომ ამ მრუშობის ცოდვისთვის ეძლია გესმით და კიევო-პეჩორის მონასტრის ძალიან დიდი ასკეტი ბერი იობი მიწაში ჩაიმარხა თავამდე რო ებრძოლა ამ ცოდვის და დიდხანს იყო ეს. ნუ ძალიან ბევრი ამის მაგალითი ჩემო ძვირფასებო. ეხლა რა თქმა უნდა ეხლა იმას ვხარობთ ეს ჩვენ კი არა ისინი არის ჩვენც იგივე დღეში ძალიან გულახდელები თუ იქნება იმიტომ რომ ჩვენ სხვა ადამიანები ვართ აი ამიტომ არის საეკლესიო ბასილი დიდის კანონები ძალიან კაცი ოღონ კარგი ის აი მაგალითად დედათა მონასტერში ღმერთს არ შეეძლო მიეღო აღსარება მონაზონი და ის რო დარჩენილიყო მარტო არამედ დაახლოებით 10 მეტრის მანძილზე უნდა მჯდარიყო იღუმენია და ის უბრალოდ იმას არ ესმოდა, მაგრამ უნდა ყოფილიყო. გესმით? და კანონებია რომ ნუ აღარაფერს ვამბობ რომ დლის, მრევლის, საერთოდ მრევლის წევრების და საერთოდ დისტანცია ის რომ არ არის აი მაგალითად კაცმა და ქალმა ერთ სივრცეში მარტო სახლში არ შეიძლება რომ ღამე გაათენონ და დაიციან. გამიგეთ? აი ორი ქალი თუ იქნება ეს კიდე სხვა და ის თუ კეთილი ქალისა, კეთილი მორწმუნე ქალები არიან ეს კი ერთი არ შეიძლება. იმიტომ რომ აუცილებლად მოატყუებს ესეთი პატერიკიც კი არის რომ ერთი წმინდა ბერი რჩება სახლში და ეს კანონი ხო იცოდა 90 წლამდე ქალ მოხუც ბებიასთან და რა თქმა უნდა არაფერი და ისეთი ნება მოვა ეშმაკი იმრუშებს ჩემოს მოკლედ ადამიანის აი ამ ნებისადმი სწრაფა საზღვარი არ აქვს ამიტომ ყოველთვის უნდა ვიყოთ ძალიან ისე მომზადებულად და ძლიერად და გახსოვთ იოსები იმაზე წმინდანი ვინ იყო ძველ ახალში პეტეფრეს ცოლი ულამაზეს ქალი იყო ისეც მოახდა სამრუში და მან დასაცმელი მიატო ესე დასაცმელი შეატყო და გაიქცა იმიტომ რომ ქალი
გაქცევა ეს არის ერთ-ერთი თავი. და ბარეხა აქ მე მოვაყოლებ ერთ უმთავრეს საკითხს. აი მე მაქვს აქ მოტანილი ეს არის ჩვენი უდიდესი წიგნი მცირე ჟურის კანონი. ესე იგი სანამ უკვე ჟურის კანონი იყო დიდი ჟურის კანონი შედგენილი ყველასათვის, მაგრამ მანამდე 16 მთაწმინდელმა შეადგინა მცირე ჟურის კანონი. და ნახეთ ხალხო რას ამბობს იგი ახლა იმდენი რამე მოვიტანე დღეს ვეხებით ამ თემას ქალის და კაცის თემას სიყვარულის თემას და რავი იმდენი რამე მოვიტანე რა თქმა უნდა ჩვენ ვერ მოვახერხებთ ამას 4 შაბათს ობიექტივში რის ნახევარზე გამოვდივარ და ამ და სხვა საკითხებს რაც გამომრჩება იქ დავამატებ. რითია საინტერესო ეს ჩვენთვის ჟურის კანონი? ეს ჟურის კანონი აი ნახეთ როგორი მოწყალია ესე იგი ყველაზე დიდი ასკეტი მამა ახლა ვერ ამშვიდობ ეს მიაწოდე თუ ესე იგი გამოწყალია 16 მთაწმინდელი ესეთი ასკეტი მამა არ ყოლია იმ მამების შემდეგ დავით გარეჯერი და შიომღვინელი რო იყო ათონის მთის წინამძღვარი იყო ხალხი და ფერისვალების მონასტერში როცა წირა როგორც მაცხოვარი გაბწყინდა ესე გაბწყინდა მზესა. აი ეს კაცი რომელიც ამბობს რომ საჭმელიო მონასტერში გემრიელი გაუკეთეთ ბერებსო იმიტომ რომ ერთადერთი ნუგეშიო ბერებისთვის საჭმელია ისეც გემრიელიო როგორი კაცია წარმოიდგინე. ეს ამბობს ამ ჟურის კანონში ეს უდიდესი ასკეტი მამა ამბობს რომ 30 წლამდე თუ მოუხდა ახალგაზრდა დაცემა ხომ რუშობაზე რამდენი წელი 20-25 გააჩნია. ერთი წელი იყოს მხოლოდ ძალიან სუბუქად გააკანონეთ. გამიგე? მაშინ ერთი წელი ახლა უფრო ნაკლები. ხო და წარმოიდგინე 25 წლიდან 1 წლამდე ძალიან შემწყნარებლურათო მიხედეთო და აქ ერთ რამეს ვიტყვი ჩემო ძვირფასებო რომ თქვენ ხედავთ რა დრო არის დღეს. რა ხდება? Deep State-ი კი არ მომკვდარა. არის და ისევ მოქმედებს. ანტიქრისტიანული ძალები, ზოგი ომის ყველაფერი ხალხო შოტლანდიას რა უკრეს. ვაშკაცები მეგონა, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ყველას არ ეხება. არიან ვაშკაცები. მამაციგული, ართოვანებული ვიყავი. ვინდოდა ესეთ ფილმი ქართულიც გაკ რა უკრეს შოტლანდიის ჩემს სკოლაში შემოდიან მოსწავლეები, ბიჭები, შოტლანდიური ფორმი, გეგონები ვაშკაცები და კოცნაობით შედიან კლასში. აი, არის ოფიციალურად არის დოკუმენტები. და იმ დონეზე დავიდა თურმე ყველაზე გაგუჭებული ყოფილა შოტლანდია. იმ დონეზე დავიდა ბაღებში კი არა, ბაღებშიც აგიტაცია მიდის. პატარებს რაც ახვევენ მაში რა ქვია მაგათ ფორმებში და ასე შემდეგ. რას ვარ გადარჩენილები ხალხო, ნუ ჯერჯერობით რას გვიზამე მე რა იქნება დიპეიტი კი არ მომტარა და ერთადერთი დღეს რაც ჩვენ შველის ეს არის ქართველი ხალხის ერთად დგომა ტრადიციულზე, ქრისტიანულ პლატფორმაზე, რომ დგავარ ერთად. აი ეს არის ერთადერთი. ხო და აი ესეთი გარემოა ჩემო ძვირფასებო და 16-17 წლის გოგოები ხარ. ზოგჯერ არის რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი ბავშვები ეცემიან ამ წოდოში და მინდა ეს აუცილებლად აღნიშნო მშობელმა თუ მოხდება ესეთი რამე რომ მისი 16, 17 თუ გინდა 18 და თუ გინდა 19 და მოკლედ მისი ბავშვი, ის ქალიშვილი ჩავარდება წოდვაში დიდი შემწყნარებლობა უნდა გამოიჩინოს. დიდი კი არ უნდა უსაყვედურო პირიქით მოეფერო და უთხრა ის კი არ უთხრა რომ კაისაკ გაიკეთებია, მაგრამ მოეფერო და უთხრა რომ ყველაფერი გამეფერო. ესა ჩვენ მაინც ტრადიციული ხალხი ვართ და
ამ ტრადიციულზე გაზრდილი ბავშვი ძალიან ფაქიზია და გარემო ისეთია, ესეც საშინელოა მოუვა, დავითს რა მოუვიდა, ეხლა და 16 და 17 და 19 წლის გოგონას რა როგორ უფრო ადრეც გიგვირთეს რომ აი ამ გარემოში რამე მოხდეს, ხო? და როგორ არიან რასაკეთებენ ამ ნარკოტიკები ამ კლუბური რო დაარქვეს და რას გიზამენ, რას ჩამიხდიან, რას დაიძინებ, გაიღვიძებ და აზზეც არ ახარ ზოგიერთი ესეც ყოფილა. დიდი შემწყნარებლობა მამების და დედების დიდი დამიჯერება და ყველაფერი კარგად იქნება. თუ თქვენ დახვდებით შემწყნარებლად, თუ არა ისეთი სავალალო შეიძლება მივიღოთ სავალალო მდგომარეობაში ჩავარდეთ, ან თავი მოიკლან, ან მოკლედ რაღაც მსგავსი არ დაგვარიან კიდევ უფრო გავარესტენ და გაიქცენ სახლიდან და ასე შემდეგ. აი ეს აუცილებლად დაიმახსოვრეთ და აუცილებლად იცოდეთ. ჩვენ რა თქმა უნდა ვილოცოთ, უნდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ თუ მოხდა, დიდი შემწყნარებლობა, აი ეს რომელი ფსიქოლოგია, იცი, ქრისტიანობაში როა, რომ შენ ჯერ სანამ არ დაცემულ ადამიანი უთხარი რომ ეს ძალიან საშიში ცოდვა, ეს დიდი ცოდვა არ შეიძლება მარტო მუშობა, მაგრამ თუ დაეცემა, მე პირიქით უთხარ, ყველაფერი კარგად იქნება, არ შეგეშინდეს, მერტი მოწყალია და ასე შემდეგ. ეს კარგად გავიმახსოვროთ ჩემო ძვირფასი. ესე იგი, აი ხო, აგერ ამოწერილი მქონია რაც გითხარით, მე გცხებეთ ისრაელისა. მე დაგიხსენ საულის ხევიდან, მე მოგეცი მეფის სასახლე, მოგიწვინე შენი ბატონის ცოლები შენ საწოლში და რა ცოლები ეყოლებოდა, ეხლა საულს გონჯები ყარებოდა, ულამაზეს სახით, ტანით, ხო? თუმცა ერთი პოეტის არ იყოს ზოგს გონჯიც ბრიჯით ბარდო გონია. ნუ აი ნებაზია და ესეც არ გეკმარაო, კიდევ დაგიმატებდიო ღმერთი რასე დავიწყდა საქმეს ჩემი ძვირფას. ამიტომ მოდი ვიყოთ სხვათა შორის ესეც გამოცხადების გარეშე იგივეს გვეუბნება ღმერთი ჩვენ. ნახე, სანამ ადამიანი მოიქცე, ხო? ყავს იქ რუშობს ერთთან, ორთან, 10-თან, ზოგს 50-იც უთქვია. ბევრი ქალები რომ მოიქცა, ახე რა მოწყალია. როგორც ამის დავითს ეუბნება ღმერთი რა მოწყალია. გაძლევს უფლებას, რომ კანონიერი ცოლი გყავდეს. ნუ მოხდა რაღაცა ცოლი მოხდა, გაიქცა თავისუფალი ხარ, მეორეჯერ თავს ნებას ღმერთი. რომ კიდე რაღაცა მესამეჯერ თავს ღმერთი, აი რაღაც გავსი არის, ამდენი მოგეცი და თუ არ გეხმო, კიდე დაგიმატებდი, გვიმატებს, ხო? აგერ მესამეჯერაც არის ნებადართული, ხო? თქვა. აი რა ადამიანი ჩემო ძვირფასო, როგორ მიდრეკია. ეხლა ეს საკითხი გამიხილოთ, რომ რატო ესეთი ნება, როგორ გაუძლო მე ბევრს ვთქვი ეს. როგორ გაუძლო ან ცოლი აღარ მინდა, როგორ გაუძლო ამ ნებას და რაღაცას დაგვა. ნახე, ეს იმიტომ გააკეთა ღმერთმა, რომ აი ეს ნება რო არ იყოს, ეს ნება რო არ იყოს. მაშინ ცნებების შესრულებას რა უნდა მოწყალება გააცე რაღაცას მივცემთ კაცო. საჭმელს ძაღლებს ვაძლევ ბოლო ადამიანს რაღაცა დასაცმელი ვის რაღაც უნდა დასაცმელი ვაძლევ გასცემ დავარდნილს ავახენებთ ამაზე აგვილი რა არის ყველაფერს გავაკეთე მაგრამ აი ეს ტაიფუნივით ვნება რომ წამო აი აქ რო დადგები ღმერთის გვერდი აი მაშინ ხარ შენ თაყვანისმცემელი ღვთისა ნამდვილად აი გამოჩნდება როცა და რაცა გამიგე გვერდი ღმერთის გვერდით გახარ თუ სატანის მაგრამ ღმერთი ითვალისწინებს რა რომ ადამიანის სუსტია აღსარების საიდუმლოს აწესებს სიკვდილამდე და სისოვის დიდთან მოდიოდა ერთი ბერი რომელიც ეცემოდა რუშობაში ყოველ დღე ესეც შეუნდობდა და ბოლოს უთხრეს რა არის რუშავსა შენდობის როდემდე უნდა გაგრძელდეს სიკვდილამდე თუ მოდის აღსარებას ამბობს უნდა შეუნდო
ესე იგი ბრძოლა, სიკვდილა. აი ეს თემებია, ჩემი ძვირფასებო, მე ახლა რა ვაგზავნე, მოვიტანე შანდორ პეტეპი, რუსტაველი, შექსპირის სონეტები, შანდორ სიყვარულის თემები, მიყვარხარ ძლიერ შანდორ პეტეპის ლექსი, რუსტაველი, ზუნსუგულოთ სიყვარული ყველა კონცერტლაში ტუში, ოღონ მიმებლა იმიქოს მე ზუნსუგულო და ვისტანციალებს იმასთან რუშოფო, გული ერთსა დააჯეროს რუსტაველიანებს. გამიგე და მთელი პოემა არის თავდადება ტარიელის ნესტან დარეჯანისადმი და ავთანდილის თინათინისადმი, რომ აი ესე ერთგულებით ავაშკაცები იყვნენ, მაგრამ როგორ ერთგულება გამოიჩინა ორივე თავიანთ საცოლეებისა. გამიგე? აშოთ კურაპალატი ავიღოთ, ხალხმა აშოთ კურაპალატი სუნცირე რაზმით ფოკას იმაში ფარავნის ტბასთან არაბების ურიცხვი რაზმი შემოესია სამწუხარო დაწვრილებით აღწერს არ აღწერს ამ ბრძოლას მემატიანე მაგრამ აღწერს რომ მერდი შეეწია როგორ შეიძლება მცირე ჯგუფით ეძლია რაღაცა მოხდა ისეთი ბიდგორზე რომ მოხდა გიორგი გამოეცხადა წმინდა თუ რაღაცა მოხდა რომლითაც ღვთის ძალით დავამარცხეთ არაბები ესეთი შეწევა ხო ქონდა და რუშო ჩემს მაგრამ ბოლოს კარგად ყველაფერი დამთავრდა აი ესეთი სინანულით ყველაფერი კარგად დამთავრდა აი მოკლედ ესეთ საკითხებს შევეხეთ ხო და ჩვენი ექვთიმე თაცმდვა და საშინელება და ტრაგედია მაგრამ მეტი შემწყნარებლობა ვიდრე ის ღვთის უშიში რომელსაც არ აქვს მაინდამაინც ესე დიდი ბნებელი მაგრამ მაინც მოშობს მოკლედ აი ეს თემები ჩემო ძვირფასებო მე ეხლა გადავხედავ ამოწერი მქონდა რამე ხო არ გამოჩვენ იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემები იყო და აი ვარღა აი ამასაც ვიტყვი და ამით ალბათ დავამთავრებ რომ ნამდვილი სიყვარული რა როცა იაკობი ჩავიდა ბიძამისთან მას ძალიან მოეწონა რაქელი ლია იყო ნუ უშვილო ასე თქვა თვალებუციანი და რაქელი იყო ქნურ კეთილფრია ესე იგი რაღაც სასწაული ქნურ კეთილფრია რა ვიცი ლია კავჟარაძე როა მაგალითად მაგასათიან ეთქვა ჩვენ ესე ცილამაზეები რო ყავს სხვა ვერ მოვდივართ სხვა ხო რაღაც სასწაულის ცილამაზე მაგრამ თან კდემა მოსილი თუ ახალი აი რაქილი კდემა მოსილი თუ ლამაზმა კამადუ თაგიხვირა და ფსიქოპათია და ისე გაგიჟდები გაიქცევი ცილამაზე აი თუ კდემა მოსილიც არის და რაქელი იყო ესეთი ზუსტად ეხმარებოდა სხვას აი ესეთი და მოიხიბლა იაკობი მე რაქილი და ისეთი დიდი სიყვარული ქონდა რომ ლაბანს უთხრა მოდიო გემსახურები 7 წელი უბრალოდ ლაბანმა დაუნიშნა უსასყიდლოდ გესმის სიყვარულის ძალა და სიყვარულის გამო 7 წელი 7 დღესავეთ გაფრინდა აი სიყვარული ჩემოძებს გასაოცრება რასასწაულია და მე ხო ლიამ ასე თქვა ლიაში შეუწვინა ლიამ მიცა ღამე მოატყუა ლაბანმა და გაუწდა იაკობი და უთხრა ესა გამიკეთეო და მზად იყო კიდე 7 წელი მსახური გამიგე 14 წელი გამიგეთ იმის გამო უსასყიდლო რო სიყვარული მოეპოვებინა აი ეს არის სიყვარული ჩემი ძვირფასო და რა თქმა უნდა არ არსებობს სიყვარული განლევადია თუ არ ეფუძნება ღვთისის და ღვთის რწმენას და როგორც ქრისტემ დაგვიდგინა კაცისთვის ერთი ცოლი აი ეს არის ამდვილი სიყვარული და ეს არის ნამდვილი თავდადება აი ყველაფერი ამას რაც მე მოვყევი ამ წმინდანების ფიზიკური დაცემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ესე იგი წარმოიდგინეთ მრევლის წევრები თუნდ ჩვენ მრევლში რომლებიც არ რუშო და ზოგმა დაამთავრა უკვე ცხოვრება ხო 80 წლის ხალხი წავიდა 70 წლის ხალხი წავიდა ხო ჩვენი მრევლიდან დაამთავრა ამ დიდი მანძილი ცხოვრების
არ უნდა უშია ჩემო ძვირფასებო თამამად შემიძლია თქვა რომ ნამდვილი წმინდანები არ თამამად ამ დროში რომ არის იმ დროში მე მგონი რაც შევეხმიანე ყველაფერს და რაც კიდე ხوار დავჭა რამე და რაც დავჭა მე მოვიფიქრე და გავაგზელებ ოთხშაბათს იმაზე ვის ნახევარზე ობიექტივში ჩვენთან არის ისა მიაქციეთ ხალხო ყურადღება რა ლაზარე სენაკის ჩანაწერები ძალიან საინტერესო წიგნია და